მოდი გავარჩიოთ ამ ვიდეოში მრავალწევრები. მრავალწევრი არის გამოსახულება, რომელიც შეიცავს წევრებს, ლოგიკურია, და ეს წევრები არის ან ცვლადი, ან მუდმივი და აყვანილია არანულოვან მთელ ხარისხში. უბრალოდ დადებითი უნდა იყოს, უფრო სწორი იქნება, დადებით არანულოვან მთელ ხარისხში. შეიძლება ეს ცოტა დამაბნევად ჟღერს და მოდი ამიტომ მაგალითებს მოგიყვანთ. მაგალითად x² დამატებული 1 არის მრავალწევრი. კერძოდ 2 წევრი არის, იმიტომ რომ 2 წევრს შეიცავს და ამ 2 წევრში არის ცვლადიც და არის მუდმივი რიცხვიც. მაგალითად კიდევ 4x კუბს გამოკლებული 2x² და დამატებული, თქვათ, 7. ახლა ეს არის მრავალწევრი, 3 წევრია კერძოდ, იმიტომ რომ 3 წევრს შეიცავს, მაგრამ აუცილებელი არ არის რიცხვების მოახდინოთ მათი იდენტიფიცირება, შეგვიძლია უბრალოდ ვთქვათ, რომ მრავალწევრია და მოდი ბარემ ვნახოთ, რომელი ამათში ცვლადი, რომელი მუდმივი. ცხადია, ეს იქნება ცვლადი და ეს იქნება ცვლადი, ესენი არის ცვლადები. იმიტომ რომ x შეიცავს, რომელიც იცვლება, ხოლო ეს 7-იანი არის მუდმივი. იმიტომ რომ 7-იანია სულ. მუდმივი. კარგი. მოდი კიდევ ერთ რაღაცას გავეცნოთ. ეს არის მოდი სანამ გავეცნობით ამას, მოდი ჯერ კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, მაინც კარგად გავუსვამ ხაზს წესს. როგორც დასაწყისში განვარტე, მრავალწევრი არის რაღაც გამოსახულება, რომელიც შეიცავს წევრებს, რომლებიც არანულოვან დადებით მთელ ხარისხში არიან აყვანილი. ანუ, მაგალითად, x-ი ხარისხად -1 მეორედი, ამას +1, ეს არ არის მრავალწევრი, იმიტომ რომ არანულოვანი კი არის ეს, მაგრამ არც მთელია და არც დადებითია. ანუ მაგალითად, y-ი ფესვი y-ი -y² ჯერ x-ი. არც ეს არის მრავალწევრი, არ ითვლება ეს მრავალწევრად, იმიტომ რომ y-ი არის არამთელ ხარისხში, ეს არის იგივე რაც 1/2 ხარისხი. შესაბამისად, ესენი მრავალწევრებად არ ითვლება. კარგი. ახლა მოდი კიდევ ერთ რაღაცას გავეცნოთ, რაც წეღან დავიწყე და უცებ შევწყვიტე. ეს არის მრავალწევრის ხარისხი. ხარისხი შეგვიძლია დავადგინოთ იმით, თუ ყველაზე მაღალი ხარისხი რომელ წევრს აქვს. მაგალითად, ამ მრავალწევრის ხარისხი არის 3. ანუ მესამე ხარისხის მრავალწევრია. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მაღალი ხარისხი ამ მრავალწევრში. ოღონდ ცხადია, ცვლადის ხარისხზე საუბარი და არა, თქვათ აქ 7 რომ ეწევს მეხუთე ხარისხში, ამას მაინც არ მივაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს არის მუდმივი. ვაქცევთ ყურადღებას მხოლოდ ცვლადის ხარისხებს. მაგალითად, აქ ეს 2-იანი არის ყველაზე მაღალი ხარისხი ცვლადის და ამიტომ ეს არის მეორე ხარისხის მრავალწევრი. მრავალწევრი. კარგი. მოდი მაშინ დავწეროთ კიდევ რამდენიმე რამ, რაც ტერმინოლოგიის სწავლაში წაგვადგება, ასე ვთქვათ. მოდი სხვა მრავალწევრს დავწერ მაგისთვის. ვთქვათ, გვაქვს x² გამოკლებული 5x-ი და დამატებული 7x-ი ხარისხად 5, რატომაც არა, და გამოკლებული 5. ახლა აქ რა ხდება? აქ მოდი დავწეროთ, რა არის ამ მრავალწევრის კოეფიციენტები. რა არის კოეფიციენტი? კოეფიციენტი არის რაღაც რიცხვი, რომელზეც გამრავლებული არის ცვლადი წევრი, ხო? და მეტი არაფერი. ანუ, მაგალითად, აქ ამ წევრის კოეფიციენტი არის 5-იანი. ეს არის კოეფიციენტი. ეს არის კოეფიციენტი. 1-იანი არის ამის კოეფიციენტი, იმიტომ რომ ეს რადგან არაფერზე არაა თითქოს გამრავლებული, ეს არის იგივე რაც 1-ზე გამრავლება, ხო? ხოლო აქ არის 7-იანი კოეფიციენტი. ესე იგი, ესენი არიან კოეფიციენტები. ესეც კიდევ ერთი ტერმინი. ახლა, მოდი ბარემ ვნახოთ ეს რომელი ხარისხის მრავალწევრი არის. გავიხსენოთ, რომ მრავალწევრის ხარისხი განისაზღვრება ყველაზე მაღალი ხარისხით ამ მრავალწევრში, ცვლადის ყველაზე მაღალი ხარისხით. ყველაზე მაღალი ხარისხი აქ გვაქვს 5, ამიტომ ეს არის მეხუთე ხარისხის მრავალწევრი. კარგი. მოდი კიდევ ერთი რაღაცა განსაზღვროთ, კიდევ ერთი ტერმინი შემოვიღოთ, ეს არის სტანდარტული ფორმა. ან სტანდარტული ჩანაწერი. ახლა ეს რას ნიშნავს? ესეც საკმაოდ მარტივი იდეაა სინამდვილეში და მოდი უკვე მოყვანილ მაგალითზე გავარჩიოთ. სტანდარტული ფორმა ნიშნავს, რომ მრავალწევრის წევრები იწერება ყველაზე მაღალი ხარისხიდან დაწყებული, ცვლადის ყველაზე მაღალი ხარისხიდან დაწყებული კლებადობით. ანუ მაგალითად, მოდი ახლა ეს გამოსახულება გადმოვწეროთ სტანდარტული ჩანაწერის სახით. აქ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე ცვლადი არის x-ი მეხუთე ხარისხში, ამიტომ ეს წევრი მთლიანად იქნება პირველი წევრი, ესე იგი სტანდარტული ფორმით ჩანაწერში გვექნება 7x მეხუთე, შემდეგ ყველაზე მაღალი ხარისხი ამის შემდეგ მოდის x². ნუ ერთს აღარ დავწერს ხადია, x² და ეს არის დადებითი x², ამიტომ დამატებული x²
შემდეგ არის x-იანი წევრი -5x და ბოლოს არის -5, რომელსაც აქვს x-ი ანუ ეს შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ სხვათა შორის როგორც გამრავლებული x-ის 0 ხარისხი. ანუ ეს არის ყველაზე დაბალი ხარისხი ამ შემთხვევაში, ანუ როგორც ყოველთვის და ზოგადად ყოველთვის მრავალ წევრში მუდმივი რიცხვი უნდა ჩავთვალოთ როგორც ყველაზე დაბალი ხარისხის მქონე წევრად. ამიტომ -5 იქნება ბოლო. ესე იგი ეს იქნება -5. აი ესე. აი ეს არის სტანდარტულ ფორმაში ჩაწერილი მრავალწევრი. ეხლა შეიძლება ვფიქროთ საერთოდ რაში არის საჭირო ეს ხარისხები, რაში გვადგება. აი მაგალითისთვის აი ეს რომ წარმოვიდგინოთ, აი ეს მრავალწევრი, რას გვაძლევს, აი რა ინფორმაციას გვაძლევს, თქვათ ხარისხების ცოდნა ამაზე და რა არის ყველაზე დიდი ხარისხი. და საერთოდ რატომ შემოვიღეთ რომელი ხარისხის მრავალწევრია მაგის ცოდნა. იმიტომ რომ ხარისხი გვაძლევს ინფორმაციას იმაზე თუ რამდენად სწრაფად შეიძლება იზრდებოდეს მაგალითად აი ეს მრავალწევრი. ანუ წარმოიდგინეთ პატარა რიცხვებისთვის როგორიც ვთქვათ 1 და 2 ძალიან დიდი განსხვავება არ იქნება ამასა და ამას შორის ვთქვათ, ხო? ნუ ეს მაინც მეტი იქნება შედარებით, მაგრამ ნუ გასაოცრადაც არა. მაგრამ რაც უფრო დიდ რიცხვებში მივიდივართ, უფრო და უფრო მეტად ეს წევრი ძალიან გადაუსწრებს, ასე ვთქვათ, უფრო და უფრო დიდ წილს შეიტანს მთელი ამ მრავალწევრის სიდიდეში. ამიტომ მეხუთე ხარისხის რადგან არის ეს ინფორმაციას გვაძლევს რა სიჩქარით გაიზრდება. მეხუთე ხარისხის წევრი თუ არის გაიზრდება უფრო სწრაფად ეს მრავალწევრი, ვიდრე თქვათ მეოთხე ხარისხის რომ ყოფილიყო. თან რადგან ხარისხი ვიცით, დაახლოებით წარმოდგენა გვაქვს რანაირი სახით გაიზრდება, ასე რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა ეგ. მოდი ახლა ვთქვათ კი არა და გავაკეთოთ ესეთი რაღაც. ავიღოთ კიდევ ერთი მაგალითი და ამჯერად უკვე დავიწყოთ ცოტა უფრო ისეთი მუშაობა. გავამარტივოთ მრავალწევრები. ვთქვათ გქონდეს ასეთი რამ. -2x², ამას დამატებული 4x და გამოკლებული 12 და ამ ყველაფერს დამატებული 7x პლუს კიდევ x². ესაც ფრჩხილებში. ახლა დავუკვირდეთ, პირველ რიგში ეს ფრჩხილები საერთოდ რას გვიგეთებს? აქ რომ მინუსი ყოფილიყო, მაგალითად. მაშინ მოგვიწევდა ამ ფრჩხილების გახსნისას მინუსის გადანაწილება. ანუ ნიშნების შეცვლებოდა ფრჩხილებს შიგნით ყოფ წევრებს. მაგრამ პლუსია, ამიტომ ჩვეულებრივად შეგვიძლია გავხსნათ ეს ფრჩხილები და მოდი გადმოვწეროთ ჩვეულებრივად, გვექნება -2x² პლუს 4x -12 პლუს 7x და პლუს x². აი ესე. მოდი ახლა გავამარტივოთ. როგორ ვამარტივებთ? ცხადია ვკრებთ ერთნაირი ხარისხის მქონე წევრებს. მაგალითად ახლა -2x² შეგვიძლია მივუმატოთ ისე რომ გამარტივდეს, ცხადია, მარტო ისეთ წევრს, რომელსაც ასევე აქვს x² თვითონ და სხვა რამე ცვლადი არა. ამ შემთხვევაში ესე იგი, თუ ავიღეთ -2x² თავიდან, რას შეიძლება მივუმატოთ? ამას ვერ მივუმატებთ, იმიტომ რომ, ანუ კი მივუმატებთ, ახლაც მივუმატებული არის, მაგრამ ვერ გავამარტივებთ, იმიტომ რომ -2x² პლუს 4x დარჩება -2x² პლუს 4x-ად. მაგრამ შეგვიძლია მივუმატოთ აი ამას და გამარტივდება. ამიტომ მოდი პირველი გადმოწეროთ ესენი. -2x² დამატებული x². კარგი. მოდი გადავიდეთ შემდეგზე. 4x. ნუ 4x - 12 არის 4x - 12. არ შეიძლება არანაირად. შეგვიძლია ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ, თქვა 4, მაგრამ ეგ დიდად არაფერს ცვლის და არასაინტერესოებს. პირიქით მრავალწევრის ჩანაწერს ცოტა უღრევს. მაგრამ აი x-იანი წევრი გვაქვს აქ, ამიტომ შეგვიძლია ეს და ეს შევკრიბოთ. მაშინ გვექნება პლუს ამას 4x და კიდევ ამას პლუს 7x და ამას ამ ყველაფერს ბოლოს დამატებული დარჩენილი წევრი 12. ახლა მოდი ვნახოთ როგორ მარტივდება ეს, რატომ თქვი საერთოდ რომ მარტივდება. გვაქვს -2x² და გვაქვს x². -2 რაღაცა და +1 რაღაცა. რა იქნება? იქნება -1 რაღაცა. ანუ -1 x² ამ შემთხვევაში. ან ბარემ -1 რომ არ დავწეროთ, პირდაპირ -x². კარგი, შემდეგ მოდი გადავიდეთ x-იან წევრებზე. x-იან წევრები ძალიან მარტივია, 4x + 7x არის 11x. მორჩა. და ბოლოს მუდმივი წევრი 12. ესე იგი, აი ესეთი სახით გავამარტივეთ, აი ეს გამოსახულება, აი ეს მრავალწევრი. მოდი ავიღოთ შედარებით რთული, კიდევ ერთი. რთული მგაგებით რომ ცოტა უფრო მეტი დაკვირვება იქნება საჭირო, საშიში არაფერია. მოდი დავიწყოთ ასეთი ჩანაწერით. 2, აუ არა ეს ფერი ძალიან ბევრიც არ მინდა ერთად. მოდი იყოს ეს. 2a² b minus 3ab² plus 5a² b², თქვათ. ამას მინუს 2a² b². როგორც ხედავთ, ორი ცვლადი შემოდის ერთად და ცოტა შეიძლება უფრო გართულოს საქმე. მინუს ამას 5b². ესეც რაღაცა ვქნათ. ესე იგი,
გვაქვს 2a კვადრატ b-ს მინუს 3ab კვადრატი პლუს 5a კვადრატ b კვადრატი, ეს ყველაფერი ფრჩხილებში, მინუს ამას აი ეს გამოსახულება. ახლა, რადგან მინუსი გვაქვს წინ, მოდი ჯერ გავხსნათ ფრჩხილები და თითოეულ წევრს, რომელიც ფრჩხილებში შიგნით არის, შევუცვალოთ ნიშანი. ანუ მინუს გადავანაწილოთ ამაზე. მაშინ გვექნება ესე იგი ისევ 2a კვადრატ b-ს მინუს 3a კვადრატ, გერდა 3ab კვადრატი პლუს 5a კვადრატ b კვადრატი მინუს ეს რადგან დადებითია, ფრჩხილების გახსნისას გახდება უარყოფითი. ანუ მინუს 2a კვადრატ b კვადრატი, შემდეგ მინუს 4a კვადრატ b, ამასაც შევცვალეთ ნიშანი და პლუს, ესეც შეიცვალა, 5b კვადრატი. კარგი. ახლა მოდი დავუყვეთ და რამენაირად მოვახერხოთ და გავამარტივოთ. დავიწყოთ ამით ბარემ, რატომაც არა. გვაქვს თუ არა a კვადრატ b-იანი წევრი. ეს არ არის a კვადრატ b-იანი წევრი, აქ a კვადრატია, მაგრამ b კვადრატიანია, აქაც იგივე. აი, a კვადრატი და b. შვენიერია. ესე იგი შეგვიძლია ეს ორი შევკრიბოთ. მოდი გადმოვწეროთ 2a კვადრატ b-ს მინუს 4a კვადრატ b. შემდეგი. გვაქვს თუ არა ab კვადრატი. ეს არის a კვადრატ b კვადრატი, ეს a კვადრატ b კვადრატი, ეს მხოლოდ b კვადრატი. არ გვაქვს. ესე იგი გადმოვიტანთ პირდაპირ 3ab კვადრატს. ეს არის a. 3ab კვადრატი. კარგი. შემდეგი. a კვადრატ b კვადრატი, a კვადრატ b კვადრატი. გვერდი-გვერდა ძალიან მარტივია. 5a კვადრატ b კვადრატს მინუს 2a კვადრატ b კვადრატი. და ბოლოს მოგრჩა 5b კვადრატი, რომელიც ეულადაა. და მოდი ახლა გავამარტივოთ. 2 რაღაცას, გამოკლებული 4 რაღაცა იქნება მინუს 2a კვადრატ b. a კვადრატ b. შემდეგ ეს ცალად არის, ამიტომ პირდაპირ გადმოვიტანოთ მინუს 3ab კვადრატი. აქ გვაქვს 5 რაღაცას გამოკლებული 2 რაღაცა, ანუ 5a კვადრატ b კვადრატს მინუს 2a კვადრატ b კვადრატი მოგცემს 3a კვადრატ b კვადრატს. და ბოლოს მინუს 5b კვადრატი. მინუს 5b კვადრატი. ახლა მოდი ეს გადავიტანოთ სტანდარტულ ფორმაში. ყოველთვის სასურველი არის, რომ როცა გაქვთ მრავალწევრი, დაასრულოთ ჩაწერა სტანდარტული ფორმით. ამ შემთხვევაში, რადგან ცოტა დომხალია, თქვენი გემოვნების ამბავია, მაგრამ მაგალითად შეგიძლიათ გააკეთოთ ასე, კომბინირებულად ყველაზე მაღალი ხარისხი, რომელსაც აქვს, ეგრე დაალაგოთ. აი ამ შემთხვევაში a კვადრატ b კვადრატი არის ჯამში 4. დანარჩენები არის 2, 3 და 3. ამიტომ მოდი მე ჯერ დავწერ 3a კვადრატ b კვადრატს, a კვადრატ b კვადრატი. შემდეგ ამათგან რომელიც გინდა, იმიტომ რომ ორივეს თანაბარი კომბინირებული ხარისხი აქვს და ამიტომ ბარემ პირველივეს დავწერ მინუს 2a კვადრატ b. შემდეგ მინუს 3ab კვადრატი და ბოლოს ყველაზე მცირე ხარისხი მინუს 5b კვადრატი. ეს ასე. ჩავწერეთ შვენივრად სტანდარტული ფორმით აი ეს მრავალწევრი. კარგი, მოდი ახლა გავაკეთოთ კიდევ ერთი რაღაც. ამჯერად გაჩვენებთ ვიზუალურად თუ რით არის საინტერესო მრავალწევრები. ცოტა უფრო საინტერესო იქნება ამ გაგებით ეს. ანუ გვაქვს მოცემული სხვადასხვა ფიგურები, რაღაც სხვადასხვა ფართობის მქონე და სხვადასხვა ზომების მქონე და ძალიან კარგად შეგვიძლია წარმოვადგინოთ მათი ფართობები მრავალწევრებით. და ვეცდები ფერებიც მივამსგავსო რაც შეიძლება. და მოდი ვნახოთ. აი პირველი. როგორც ხედავთ, გვაქვს აი ეს რაღაც ცისფერი მართკუთხედი, რომელიც სიგრძე არის y და სიგანე არის x. ამისი ფართობი, ანუ ისევ შეგახსენებთ, გვინდა რომ ფართობები წარმოვიდგინოთ, მე დავწერ კიდეს. ფართობები გვინდა. კარგი. ამისი ფართობი იქნება y ჯერ x, ესე იგი y ჯერ x და შემდეგ ამათი ფართობები იქნება ამას დამატებული z ჯერ x, მაგრამ ორი გვაქვს ასეთი, ხო? ამიტომ კიდევ დამატებული z ჯერ x. ან სხვაგვარად რომ ჩავწეროთ, მოდი x y-ს დავწერე, რატომაც არა, უფრო მიჩვეული ვარ, y x იგივე რაც x y. y x, კიდევ x y-ს დამატებული 2z x. თუ z x არ მშვება. აი ესე. ეს არის აი ასე შეგვიძლია გამოვსახოთ პირველი ფიგურის ფართობი. ეს არის პირველი ფიგურა. მოდი გადავიდეთ მეორეზე. მეორე ფიგურას, როგორც ხედავთ, აქვს რამდენიმე ერთნაირი, ეგრეა ნაგულისხმობის წესით და ნაჩვენებიც არის ზომებით, რამდენიმე ერთნაირი მართკუთხედი და ერთი განსხვავებული თლად კვადრატი არა, იმიტომ რომ წესით დარიგით ეს c უნდა იყოს აი ამასთან კავშირში. ყოველ შემთხვევაში მე ესე ჩავთვლი და ასე გავაკეთებ ამოცანას, რომ აი ეს c გვეუბნება აი ამ სიგრძეს, აი ამას. მაშინ რა იქნება? მაშინ ერთის ფართობი იქნება AB, ხო? A გამრავლებული B-ზე.
და ასეთი გვაქვს 4. ესე იგი გვექნება AB plus AB plus AB plus AB. ეს არის ფართობების ჯამი. და ამ ყველაფერს ბოლოს დამატებული ამისი ფართობი, რომელიც იქნება plus A ისევ, იმიტომ რომ ეს თუ არის A, ესეც იქნება A, ოღონდ გამრავლებული C-ზე, იმიტომ რომ ჩავთვალოთ რომ ეს C არის აი ეს. ანუ ეს იქნება AC. და ცხადია ეს შეგვიძლია გავამარტივოთ. 4 ერთნაირი წევრის ჯამი გვექნება, ამიტომ არის 4AB და ამას დამატებული AC. ეს არის მეორე ფიგურის ფართობი. კარგი, ესე იგი ესეც მივიღეთ. შემდეგი. მესამე ფიგურა თავიდან დამაბნეულად შეიძლება გამოიყურება, მაგრამ თუ დავუკვირდებით კარგად, ასეთ რამეს შევამჩნევთ, რომ ეს არის ერთი დიდი მართკუთხედი, რომელიდანაც თითქოს ამოჭრილია ორი პატარა კვადრატი. მაშინ დიდი მართკუთხედის ფართობი იქნება y გამრავლებული 2x-ზე, ანუ 2xy და ამას უნდა გამოვაკლოთ, ჩავთვალოთ რომ ერთნაირი კვადრატები გვაქვს მოცემული, x კვადრატი და x კვადრატი, ანუ ამას მინუს 2x კვადრატი. ესეც მესამე ფიგურა და ბოლოს მეოთხე ფიგურა. მოდი მეოთხე ფიგურას დავყოფ სამ ნაწილად, რომ კარგად გამოჩნდეს, აი ასე და აი ასე. აი ხალ თუ დავუკვირდებით კარგად, ეს არის მართკუთხედი სიგრძით B სიგანით A, ესეც არის მართკუთხედი სიგრძით B და სიგანით A, აი ამის გამო, და ეს არის ისევ B და A. ესე იგი ეს იქნება AB plus AB plus AB, რაც უდრის 3AB-ს. იმედია მოგეწონათ ვიდეო და იმედია მეტნაკლებად კარგად გადმოგეცით, რას წარმოადგენენ მრავალწევრები.